გამარჯობა, მოგესალმებათ გოგოების კლუბი და როგორც ყოველთვის მე ახალი შაბათის შოუს მსახიობებთან ერთად წარმოგიდგენთ სახალისო სიტუაციებს. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ გოგოების კლუბის პარტნიორია კრისტალბეტ ეროვნული ლიგა. თუ თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ და არ ხართ ჩვენი საბსკრაიბერი, გამოიწერეთ YouTube არხი შაბათის შოუ ჯგუფი და დაელოდეთ სახალისო ვიდეოებს და საინტერესო სიახლეებს. ნახოთ სიტუაცია. გოგო მეჯვარეებს არჩევს. აქაც ეს ნიცა თუ თამუნა, მე მგონი თამუნა კაი იქნება, კაი ვარიანტია. ესეც მე-18. ეგ არის. რა არის? ასაკეთ. მორჩა ყველაფერი ჩამოწერი, აჰა სია. ჩვენი ქორწილი სია. რა? სულო. გოგო, ახლო წრეში არ ვაკეთებთ ქორწილს? ნუ ხო. ხოდა ეს რა არის, აბა ამიხსენი? არა, ეს სტუმრებისია, კი არ არის ბიჭო, გამიზდი შენ. ეს არის მეჯვარეებისია, ჩემი მეჯვარეებისია. ანუ 18 მეჯვარე ესე შევარჩიე რაღაცნაირად, ყველანაირად ვიფიქრე და ავარჩიე. შენ ხო არ გაგიჟდი გოგო, რა 18 მეჯვარე მეღადავები? რა გჭირს დათუნა ვერ გავიგე. რა ამჭირს, ვის გაუგია 18 მეჯვარე, გოგო, შენ ვერ ხარ საერთოდ? შენ ხო მითხარი რომ ქორწილში შენ რაც გინდა ის იქნება, ყველაფერი ისე იქნებაო. რა შტერი მყავს, ეს ვინ არის? გოგო, მე გითხარი სუფრაზე, რომ არ ინერვიულო, არაფერი არ მოაკლდება სუფრას თქო. ხო, არა, მე მეგონა რომ მოვიდნენ. ბრიტებო რა შვებით. მოდით. როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? კარგად. ხარაში. ჩაითე, აბა. ხდება რა შვებით. რა ხდება? რა ხდება? აი, ნახეთ რაც ხდება. რა, მანახა. მანახე. როგორ განწყობაზე? რა ვიცი წრეში ვაკეთებო, ჩემ თავს გაფისებდა რამდენი ხალხი შეხედა. ეგეც მე ვარ? რა. კარგით რა. რა და 18 მეჯვარე უნდა ყავდეს ქორწილში? რა? ცუდად. 18 მეჯვარე პირველად გავიგე. იცი, ვიძე ვიფიქრე? ნუცა რო იყო, გახსოვთ ჩვენ სკოლაში. ჩვენი კლასელი რო იყო, ნუცა. უბრალოდ მე მესამე კლასზე რო წავიდა, მე შვეიცარიაში გადავიდა მთელი ოჯახი საცხობი. კი, ვიცი. მე ვიცი. ჯამბურიძე. ხო, გახსოვთ. მე ხო, და ნუცა მინდა რომ იყო ჩემი მეჯვარე. ერთად შემოხედეთ, ხო გარდახოთ. ისიც მახსოვს რომ თელი სკოლის პერიოდი მაგას ზედაც არ უყურებდი ვერიტანტი მაგოგოს, არ უდის დადაქალდი. გოგო არა, მეჯვარე ვერიტანტი ეგ ძალიან უხეშია თქვამია, მაგრამ ნუ დაქაიც არ არის, უბრალოდ ანუ მაგის ქმარ არს აქვს შვეიცარიაში კარგი ქარხანა. აი. ხო და რატო არა, რა ძმე მყი ძალიან კარგია. რა ქარხანა. გამაგიჟებს ესე იგი დედასპიცა ვარ აღარ შემიძლია ხა ამიხსენი შენ რატომ უნდა ყავდეს 18 მეჯვარე ციაკო და მე რატომ უნდა მყავდეს რა ლოგიკით ერთი მეჯვარე კარგია ხო დათუნა შეკიდა ნუ მაგიჟებს რა ეხლა 18 მეჯვარე რომ ეყოლება და მე რომ ფიქრობ აი ამ წამს 18 მეჯვარი საჩუქარზე რომ მე ლოგიკაზე მელაპარაკები საერთოდ რა შემეშვი რა ხო წლებით რა ხო ანუ ვინ არიან ესე იგი მეჯვარეები ნატო ზედგინიც გოგო ხო. ნატო ზედგინიძე? ხო. იქ რომ მაგასთან ხო ნაჩხუბარი იყავი შენ ბავშვობაში? ხო, რა. ხო, როდის დადაქალდი? ჩემ თავს გაფიცებ. გოგო, არ დავდაქალდით და არ ვდაქალობთ არც ახლა. უბრალოდ მაგისმა ქმარმა მოიგო საგზაო ტენდერი. ხო და ძალიან კაია, რატო არა მე შევთავაზებ ახლა. ხო, რა არის რა. და ეს ისა ნინო ხომასური. აუ არ არსებობს. ეხა ეს ის ნინო ხომასურიძეა. ბავშვობაში რო სულ ხოცავდით ერთმანეთს. მაგის დანახვა რო არ გინდოდა. ეგ უნდა იყოს შენი მეჯვარე? აი რა. ხო, ეხა დღესაც დიდად არ მევასება, მაგრამ ეგ გოგო არის თურმე მთელი ბენზინ გასამართ სადგურების ქსელის უფროსი. ხო და ეხა ქორწილია და ბენზინი ხო ყველას გჭირდება და ამიტომაც გადავთვალეთ დღესაც მაგრად არ მევასება. აი, გასაგებია, ხო. ეს ლიკა ვინ არის? გოგო, ლიკა არის, ნუ ჩემთან რაღაცა საკვაზად დავდიოდით ერთად და ლიკას ქმარს აქვს მთელი ეს რესტორნების ქსელი, რაც არის მაგისია. უი, რა სწავლობ? რატო არა მაწყობს რა, თან ვიცნობ ამ გოგოს. და ანი ვინ არის? იცნობ, ხო. ანის არ ვიცნობ, უბრალოდ ეს მოვიძია ინფორმაცია, რომ მაგის ქმარს აქვს სასტუმროების ქსელი. ანუ გავიცნობ რა დავმეგობრდებით რაღაცა. ანუ ამ 18 მეჯვარეში ესენი შედიან და მე არ შევდივარ შენი საუკეთესო დაქალი? რა ვიტყვი? აი მე თაკო ეხლა მე ბოდიში რომ შენს ქმარს არაფრის ქსელი არ აქვს რა. რა გავაკეთო მე ვერ გავიგე. არა რაღაც პონჩი მართალია. აუ, კაი რა. გოგო, მოიცა, კაი ხარ გაბრალ ჩემთვის გქონდა.
იცი ვის ჩამოყვანაზე ვფიქრობდი? რიანას ხო? რიანას ორეული არ ჩამოჩას ქორწილში? აი, ხო არ ხადაო. რიანას ორეულს რა უნდა შენ ქორწილში? ცუდად ვარ. აი მე რა ვიცი, ხა პრაიმ შოუში იყო და ჩემს ქორწილში რო ჩამოვიდეს რა, ნაკლები კი არ ჯდება. ნაკლები კი არ უჯდება გოგო. მეტი მეჯვარე ყავს და მე არა. აი, ხა რიანას ორეული მართლა რა. აუ, კიდე იცი ვიზე ვიფიქრე? ხო. ნათელაზე. ნათელა? ნათელა, ჩვენი ნათელა. რა? მე ბიჭებს ხوار ამბობ. 95 წელს კალზეა, ბო. მაგრამ ნათელა რატო? ნათელას აგარაკები აქვს. მე რა მოხდა, რა გაცინებს, ვერ გავიგე იყოს ბებია შეინათელა. აგარაკები კი აქვს, რომელიც მე ძალიან მომწონია, მაგრამ საწოლში წევს, ვერ დგება ფეხზე და სულ რომ დაპატიჟო და ეხლა წეშენაც ვერ მოვა, მეჯვარეთ კი არა. ნათელა რა გახსენე. ხოდა ძალიან მაგარი, ტუზი დამეცა. ადგილსაც შევინახა და აუ ძალიან კაია, მოჩა. აგარაკებიც? მოჩა, აგარაკებსაც დავისვენებ საფხულში. კაი, შემდეგი ვინ გიწარგა გეხვეწები რამდენი? თათუკა? კაი, თათუკა ვინ არის? თათუკა მეჯვარე, თათუკა. დიდარია? ხოდა არა, ეგ არ არის მდიდარი, მაგრამ ნუ ხო იცი ხა ცოტა შევხედავი გოგოა და ეგ რო გვერდზე დამიდგება. ხოდა ეგ რო გვერდზე დამიდგება, მე მაგასთან შედარებით ხვართალ და ულამაზესი გამოჩნდები. ამიტომ ძალიან მაწყობს თათუკა რა. აბსოლუტურად მესმის, კაია. აი და ძალიან მაინტერესებს, აი 18 მეჯვარე რაში გჭირდება? 18 გოგო. ხო, ისე ძალიან ბევრი ხო არ არის. არც გამიგია მაგდანი მე. თაკო დაფიქრდი აბა და გაიხსენ ჩვენი ბავშვობა. ჩემი ოცნება რა იყო? ხო იყო რომ ბიზნესი მქონოდა. და მეჯვარები და ბიზნესი რა შუაშია? თაკო 18 მეჯვარე ბიზნესი. ვერ მივხვდი. ანუ 18 მეჯვარე ნიშნავს 18 ოქროს. 18 ოქროთი მე დავიწყებ ჩემს ბიზნესს, რას ვერ მივხვდი გოგო ჩვენ კიდე რა. ხო. მართლა გასაგებია. იცი რა? ესე ხო არ ჯობდა ამ 18 მეჯვარეს პირდაპირ. ამდგარიყავი და ორჯერ დათხოვილიყავი მდიდრებზე, მე გაშორებოდი, ქონება დაგრჩებოდა რა. იანური თუ არ იყოს კეფიცები. ერთი მაინც იქნებოდი მეჯვარე. არ ხარ, ანუ მეც დავფიქრობდი ეგრე რა, მაგრამ დღეს უკვე ყოველი მეორე ეგრე იქცევა, ანუ ვიღაცა ფულიას დაითრევენ, მიყვებია ცოლს, მეშორდებიან, რაღაც ძალიან ბანალურია ჩემთვის და რაღაც ახალი მინდოდა მე რა. რაღაც სიახლე, რაღაც სხვანაირი. იცი რა, მე მგონი რომ გამოგივა. იმიტომ 18 მეჯვარე საერთოდ არ გამიგია. კი, საუკეთესო დაქალი არა და 18 მეჯვარე ნათელა. კარგი, თაკო რა გჭირს ვერ გავიგე. მე ჩქება ხო, რაც თავარი ბებია. მოკლედ მე დინამოზე გავდივარ ესტონის ამბავზე რა და იცოდე, კაი? მოიცა დინამოზე რა გინდა? ბელიაშვილია ცხეთ არჯობია? ხო, ცხეთ. არა, მაგ ძალიან მაგარი რესტორნები აქვს, ხო თუ გიყვარვარ. მანდრო რესტორნებია მეც ვიცი, მაგრამ დინამოზე იმიტომ მივდივარ რომ 18 მეჯვარე ყავს, 18 მეჯვარეს თავის ოჯახი მოყვება, პლუს ჩვენი სანაცსაო დაომატე, ავედით 46000 კაცზე. გაიგე? დინამოზე შნით ესე პირდაპირ. თათრა ძალიან ხო რა ჭარბები და რაღაც გეხვეწები გადაჭარბებაზე ნუ მელაპარაკება ის ადამიანი, ვისაც 18 მეჯვარე უნდა ყავდეს, კაი? შენ ბიჭო რა დღეში ხვალ გახშოვდე საერთოდ აი ხა ქორწილი ჩავშალო. ოიცი რა, აი სანაშენ დამშორდები. აი მე გშორდები, გაიგე? აი ეხლა დათუნა. სერიოზულად ვიძახი, კაი? უკვე ნამეტანი მოგივიდა. დათუნა. დათუ ერთი წამი. რა? აუ დათუნა. თუ მაინც დაშორებას აპირებ. ჩემი მე-19 მეჯვარე იქნები? გოგო. მეჯვარე მე-19. ანუ მე-19 უნდა დათუნა და მე არ უნდა ვიყო. ანუ შენ ხოდა ანუ 19-ით ვერ მოხდი. ვერ მომხდი. კაი, მას დავკერა. ჩემი მეჯვარე იქნება. მართლა მიგატოვა? მე მოგიყვან მაშინ ცოლა და ქმარი მაინც. კაი, რეება და კაი, მოდი ამთავიათ. მიდი რა. გოგოების კლუბის პარტნიორია კრისტალბეტ ეროვნული ლიგა. ახლა კი ვნახოთ სიტუაცია სოცქსელებზე დამოკიდებულთა ანონიმური კლუბი. მოგზანდით. ჩვენი ახალი. აი აქ დაჯექით. სანამ დაჯდებით ძიახ, ჩვენი ახალი წევრია, გთხოვთ ტელეფონი აუცილებლად დადოთ კალათში. დიახ, რამე აი საათიც აუცილებლად. ყველაფერი, ყველანაირი მოწყობილობა. კარგი საყვარელო, ცოტა ხანში დაგირეკავ რო გამოვა. კი ბატონო, თუ გინებოდ ბეჭდებით. აი რომ ნახოთ, მეც აუცილებლად დავდებ ჩემს ტელეფონს, ხო? მოხედავთ, აი შეხედეთ. მეც აუცილებლად დავდებ. გაიცანით ჩვენი კლუბის ახალი წევრი, სოცქსელზე დამოკიდებული ნანკა, მოგესალმებით ნანკა. მოგესალმები.
რამეს ხომ არ გვეტყვი? არა, საუბარი არ სურს ნანკას. რამეს ხომ არ მიგვანიშნებთ ნანკა? მომწერთ, მე მომწერთ. ძალიან კარგი. მეგობრებო, რომ იცოდეთ, ეს არის ურთულესი შემთხვევა სოციქსელებზე დამოკიდებულების, აი ურთულესი შემთხვევა. ნანკა საერთოდ არ კონტაქტობს არავისთან, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ რეალურ სივრცეში ვართ ახლა და რეალურად ხდება ეს ყველაფერი ნანკა და აუცილებელი არის კონტაქტის შემოსვლა, თუმცა ყველაფერს გამოვასწორებთ, ხო? და მე მინდა ეხლა რაღაცა გთხოვოთ აუცილებლად, რომ ნანკა რომ გავამხნეოთ, აუცილებლად ის დაწერს პოსტს თავის კედელზე, თქვენ შეხვალთ და დაუგულებთ პოსტს, რომ იგრძნოს ჩვენი თანადგომა, ხო? ხო, მართალია? კი ბატონო. გულს დაუწევ. არა. ახლა არა. სიასი რომ დაამთავრდება. მე, დიახ. მე შევალთ და აუცილებლად თითო გულს დავუწევ. კი, მე დაგიწევ. აი შეხედეთ, აი როგორ გამოხატავს, ძალიან სიყვარული, თუმცა ემოჯებით ნუ დაგველაპარაკებით, ხო, ნანკა? კარგით, გადავიდეთ თქვენზე. ანა, გამარჯობა. აბა, რას მოგვიყოთ? თავი რომ აწიოთ, მაღლა. და ისე დაგველაპარაკოთ. ძალიან დიდი ბოდიში არ შემიძლია. იმიტომ რომ Instagram-ზე მივეჩვე ფილტრებს. და სულ ისევ საუბრობდი ხოლმე და ეხლა ცოტა მერიდება ჩემი ნამდვილი სახე რომ დაგანახოთ, ცოტა მიჩვევა მჭირდება ჩემს სახეს და თქვენც გჭირდებათ ფილტრი რო არ მადოთ მერიდება. კარგი, განაგრძეთ, აბა გისმენთ. დიახ. მოკლედ ძალიან დამოკიდებული ვიყავი სოციალურ ქსელზე. ყველაფერს პოსტავდი, ყველაფერს წერდი. და საბოლოო ჯამში დავკარგე ნათესავები, მეგობრები და ქმარსაც გავშორდი. უი, რატო? იმიტომ რომ ყველაფერს ასეც ჭამდი, ვსვავდი, ყიდულობდი, ვიცვამდი, ყველაფერს ვსთორავდი. მე და ჩემი ქმარიც ან ხო ხვდებით არა, მაგასაც ყველაფერს ვსთორავდი და ბოლოს ჩემ ქმარს ყელში ამოუვიდა და წავიდა. თქვენს ყველაფერს ვსთორავდით? დიახ. რამე უნდა მოვიფიქროთ? რომ Instagram-ს დავანებოთ. იცით, როდის მივხვდი, რომ უნდა დავანებოთ თავი და თავი შევიკავო, როდესაც ბაბუაჩემი გარდაიცვალა, მისი unboxing-ი გავაკეთე. და მან მივხვდი, რომ აღარასდროს აღარ უნდა გავკარებოდი სოციალურ ქსელს. ანუ გარდაცვლილი ბაბუა. დიახ, ეგრე გამოვიდა. ხო, მაშინ მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, თქვენ რომ Instagram-ს თავი დაანებოთ, აუცილებელია გადმოწეროთ TikTok-ი. დიახ. TikTok-ზე დავდოთ ის ვიდეოები, რასაც Instagram-ზე დებთ აუცილებლად და ერთი კვირის განმავლობაში დაადეთ ყოველდღიურად ეს ვიდეოები. ნელ-ნელა თქვენ ესე Instagram-ს ჩამოშორდებით, გახდებით TikTok-ზე დამოკიდებული, გამომწერებიც მოგემატებათ აუცილებლად. თქვენ აუცილებლად ყველაზე საშინელ საშაურმესთან გააფორმებთ ხელშეკრულებას ბარტერს. ისინი გამოგიგზავნიან შაურმას, თქვენ მოიწამლებით საშინელად და ერთი კვირით რეანიმაციაში გადაგიყვანენ და რომ TikTok-საც დაანებთ თავს ფიზიკურად არამედ მოგცემთ ტელეფონს და დაზღვევა გაქვთ? არა. აუცილებლად გავაკეთოთ, იმიტომ რომ დაგჭირდებათ. იცით რა მოვიფიქრე ახლა უცებ. ეხლა აი ამ წამს გავაფორმო ხელშეკრულება საავადმყოფოში და ბარტერით და არანაირი ბარტერი, ხო, ბარტერი ჩვენთან ეს სიტყვა საერთოდ არ ვახსენოთ. მე მხოლოდ მე ვახმობ, თქვენ არა. გასაგებია, ძალიან კარგი. ახლა მოდით თქვენზე ვისაუბროთ, ჩვენი მესამე სოციალ დამოკიდებული. აბა გისმენთ მოგვიყევით თქვენზე. ყველაფერი დაიწყო აი ამით TikTok-ზე. სუსი, ბუსი, რეჯი. აი ამით დაიწყო. მე გაგრძელდა აი ამით. რიკიტაკატი, რიკიტაკატო, რიკიტაკატი, რიკიტაკატო, აი ამით გაგრძელდა და ესე თვალის დახამხამებაში გავიდა წლები და მივედით აპაცა, ეაქამდე. კი ბატონო. აი გააგრძელეთ, მომიყევით კიდევ აი რა სიტუაცია ახლა თქვენთან? ანუ რო გავაგრძელო, ძალიან ვიყავი TikTok-ზე დამოკიდებული. აი ბევრჯერ ვცადე გადაგდება TikTok-ის, მაგრამ
არაფერი არ გამომდიოდა საერთოდ. ბოლოს იცით რა ვქენი? ავდექი და ტელეფონი გადავაგდე. უი, რა კარგად მოგცეულ ხარ. ხო, რო TikTok-ი აღარ მქონოდა და TikTok-ზე აღარ შევსულიყავი. მაგრამ იმ ღამით TikTok-ერი დათუნა გამომეცხადა ესე თეთრებში ჩაცმული. დათუნა აი ესეთი რაღაცა მითხრა, სასწრაფო TikTok-ი აღადგინე თუ არა ვიზაში ჩაგდებო. ეს დააყოლა ბოლოში რა და როგორც კი გათენდა ავდექი და გავარდი ტელეფონი გამოვიტანა განმადებით და გადმოვწერე TikTok-ი ეგრევე. აი, სხვა რამით არ გიცდიათ ისე რომ თავი დაგენებებინათ TikTok-ისთვის? იცი რა, ვცადე, კი, საჭმლით. ხო, კარგია, აბა. საჭმლით ვცადე, მაგრამ მე თავი დავანებე რა ამასაც. რატო სუქდებოდით თუ? არა, კი არ სუქდებოდი. საჭმელებს ვიძახებდი, მაგრამ ერთხელ ისეთი რაღაცნაირი საჭმელი გამოვიძახე, რომ თვითონ ეს კერძი მეუბნებოდა, რომ რამე ვლოგი გააკეთე ჩემზეო. კერძი გესაუბრებოდა. კერძი მესაუბრებოდა, ხო. რომ ვიდეო გადაიღე, ვლოგი გააკეთე ჩემზე და TikTok-ზე დადეო და ისევ მიუბრუნდი ამ TikTok-ს. აჰა. თქვენ ამ სეანსის მერე აუცილებლად ფსიქიატრთან გადადით გვერდითა ოთახში. იქ ეს ჩანაწერები აჩვენეთ, ხო? ის დაგინიშნოთ კიდევ დამატებით მკურნალობას. ეს ჩანაწერები გაქვთ, ხო? კი, ხო, კი, ეს ვაჩვენოთ აუცილებლად. მე აქ ვერ მოვერევი ამ ამბავს და გავაკეთოთ, ხო? გავაგრძელოთ, აბა კიდევ რამე ხო არ არის ისეთი რაც უნდა ვიცოდეთ? რამდენიმე დღეა უკვე. აბა. TikTok-ზე აღარაფერი აღარ ამიდვირთავს. არც ერთი ვიდეო აღარ დამიდევს. უი, რა კარგია, მაგრამ რამ განაპირობა ეს? იცით რატო? თითქოს უფერული გახდა ჩემი ცხოვრება. არაფერი საინტერესო აღარ ხდება. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ რამე გადავიღო. ანუ ჩემს ირგვლივ არაფერი არ ხდება ისეთი, რომ გადავიღო და დავდო. მოდი იცით რა ვქნათ, ეს დეპრესია რომ არ მოგეძალოთ ამის გამო. მოვიქცეთ ასე. ჯერ გადავაგდოთ TikTok და მერე გადავაგდოთ TikTok. რამდენიმე კვირის შემდეგ. აი ნაწილ ეტაპობრივად, რომ ეს ძალიან არ დაგარტყათ ამ ფაქტმა, ხო? ესე ვქნათ, ხო მეთანხმებით? თუ მეთანხმებით, აბა ტაშით გავამხნევოთ, დაუყარეთ ტაში. ხო, დადე ტელეფონი კაცო. ეს უნდა გავსწრე. კაცო, აქ მისთვის ხარ. აუ, კარგი. დადეთ ტელეფონი. დამშვიდდით. ესე ვქნათ, მოვიქცეთ. ეხლა, მეგობრებო, ჩვენ ავდგებით. აბა ავდგეთ და ტრადიციულად, როგორც ვიცით ხოლმე, აბა ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს. ეს სეანსის ბოლოს აუცილებლად ვაკეთებთ ხოლმე, თქვენც რო იცოდეთ, ხელი ჩავკიდოთ და ვთქვათ. მე აღარასოდეს გადმოვწერ TikTok-ს. თუ გადმოვწერ, არ ჩავთავ აპლიკაციას. და თუ მაინც ჩავთე, არ ავტვირთავ ვიდეოს. ნანკა უფრო აქტიურად. თუ ავტვირთე, არ გავარდება ფორიუზე. ფიცავ. აი მე ვისი ტელეფონი რე გავს? არ ვიცი. მე მგონი ჩემი მოიწევ ეს რომელია? გაჩერდით. რას მიყვირი? შენი გასდილი ვარ. ხო, მართლა ისე რა. სხვათა შორის იცი რა, შენი წამი ასქრონილი მაქვს. ვაიმე, ჩემი ტელეფონი იყო. მართლა არა. ვაიმე, ბარტერი შემომივიდა. მე მოგითხარი, ბარტერი არ ახსენოთ. ტელეფონი წყობილას სპონსორი უნდა ახსენოთ. დიახ, დარჩით ხო ნანკა. გავაგრძელოთ ხო ჩვენ. არა, დარჩით, თქვენ მაინც დარჩით რა. მე ამათ მაინც არაფერი ეშველებათ მოდიებო დათუნამ რა დადო. დათუნასო დახარ დათუნა. გოგოების კლუბის პარტნიორია კრისტალბეთ ეროვნული ლიგა. ვნახოთ სიტუაცია, ინფლუენსერი ასტროლოგი, რომელიც სარეკლამო დაკვეთებზე მუშაობს.
მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ცნობილი ასტროლოგი ციური ფიფიაშვილი. გამარჯობა ქალბატონო ციური. მოგესალმებით და ძალიან მიხარია რომ დღეს თქვენს გვერდით ვარ თქვენს გადაცემაში. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს ძალიან უყვარხართ და მოდი პირდაპირ კითხვებზე გადავალ. თავს არ შევაწყენ ჩვენს მაყურებელს. მოკლედ თხის რქაზე მინდა გესაუბროთ და რამდენიმე კითხვა მაქვს. მოკლედ თხის რქა და მეხსიერების პრობლემები. რამდენად არის ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ გითხრათ? ძალიან მომეწონა კითხვა, აბსოლუტურად სწორად დასმული შეკითხვაა. რა თქმა უნდა, ზოგადად ზოდიაქო და მეხსიერების პრობლემები არის სულ თანხმედრაში ერთმანეთთან. განსაკუთრებით აი ამ პრობლემას ვაწყდებით უშუალოდ თხის რქებში. კი ბატონო, ძალიან იცით რა არის ეს პრობლემას ვაწყდებით, მაგრამ გადაჭრის გზები როგორ არის, აი როგორ უნდა ვიმოქმედოთ? კი ბატონო, მე რამდენიმე ჰოროსკოპის ნიშნის თვისებები ვისთვის რა არის კარგი, როგორ უნდა მოვიქცეთ, ასეთი რაღაცები ამოწერილი მაქვს და მე წაგიკითხავთ ახლა თქვენ. ეხლა რა შესაძლოა ზოგადად თქვენ თხის რქებმა აუცილებლად პირველ რიგში უნდა აკონტროლოთ თქვენი დღიური ჰოროსკოპი. უნდა იყოთ აუცილებლად მაქსიმალურად შრომის უნარიანები და უანგაროდ უნდა დაეხმაროთ ადამიანებს ყოველ მეორე თუ ყოველ დღე არა, ყოველ მეორე დღეს მაინც ეს აუცილებლად უნდა შეეძლოთ. და რაც ყველაზე მთავარია, ბოდი შეერთუთი? დიახ, ვაიმე. ხო, და თხის რქებმა აუცილებლად უნდა მიიღოთ მედიკამენტი ლატანოლი, რომლის იმპორტიორი საქართველოში არის კომპანია შარმექსი. კომპანია შარმექსი თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია. ხო, გავაგზავნოთ. ხო, კარგით. დიახ, როგორც გითხარით, შარმექსი თქვენი ჯანმრთელობის საწინდარი. კი ბატონო, გავაგზავნოთ ხო? გავაგზავნოთ. მშვილდოსან მაყურებელს აინტერესებს, აი პაემანზე ურთიერთობისას, აი როგორ შეიძლება რომ გაუმკლავდნენ აი მორიდებულობას, აი სიმორცხეს. არა, მე კი არ მაინტერესებს, მე კი არ ვარ. თქვენ არ ხართ მშვილდოს. არა, მე ვარ მშვილდოსანი, მაგრამ მე არ მაინტერესებს, ანუ მაყურებელს აინტერესებს. კი, გასაგებია ჩემო კარგო. რაც შეეხება ზოგადად მშვილდოსნებს, თქვენ აუცილებლად თუ გსურთ რომ იყოთ პარტნიორთან თამამები, ამაზე ორი რამ იქონიებს გავლენას. ეს ჩაინიშნეთ. პირველი, თქვენი პაემნის თარიღი უნდა დაამტყიოთ იმ პერიოდს, როდესაც მთვარე შევა მერკურის ზოდიაქოში. მთვარე შევა მერკურის ზოდიაქოში. და მეორე, რა თქმა უნდა, მეორე და მთავარი, თქვენ დიახ, ესა თქვენ მეტით სითამამისთვის უნდა დალიოთ კომპანია მარათონის ცქრიალა ნახევრად ტკბილი ღვინო, რომელიც ახლა ფასდაკლებაშია და რომლის შეძენას თქვენ შეგიძლიათ მაღაზიათა ქსელ ენძელას სუპერმარკეტებში. კიდე რეკლამას აკეთებთ ჩვენ პირდაპირ ეთერში. დიახ, მაგრამ არ არის პრობლემა, შემომივიდა რეკლამა და უარს ვიტყვი, გავაგზავნოთ. ხო, გავაგზავნოთ. ცია, სახაჭაპურეს უნდა ჩემო კარგო რეკლამის გაკეთება და აბა შენი ცხოჩი შენი იმედია მაქვს, მე იმედები და აღარ უნდა არ არის პრობლემა, არ არის მე აქ ვარ. ჩვენი პროდიუსერი ხარ თუ არ არის პრობლემა, ჩემი იმედი გავიგე რა რეკლამა შემოუვიდა და ერთი წუთით ეხლა შე რა გონია ხელფას საიდან გიხდი? ან როგორ გიხდი, გიფიქრია მაგაზე? ხო და მიდი ცია, დაგირეკავენ და უპასუხე. კი, ეხლავე არ არის პრობლემა. მორჩა ეთერში ვართ? ხო, ლომებზე მინდა რომ ვისაუბრო უშუალოდ. ლომებო, ძალიან კარგი იქნება თუ თქვენ ამ კვირაში მიიღებთ უფრო ეროვნულ კერძებს და ცომეულს. ეს არის აი აუცილებელი და ამისათვის მე გირჩევთ რა თქმა უნდა მაიას სახაჭაპურეს. აი ნახეთ, მაიას სახაჭაპურეში ზოგადად ყველ საერთოდ არ იყენებენ. ანუ მაკარონით უგემრიელესი ხაჭაპური მზადდება, ისე რომ ნახეთ თან ეროვნულია თვითონ ეს ხაჭაპური და თან დიეტური. მაიას ხაჭაპური დაიმახსოვრეთ. ზარია სტუდიაში ხო? მაყურებელი არის ხაზზე და მოგესალმებით. ალო, გამარჯობა. გამარჯობა, ისმის ჩემი ხმა. ალო. კი, ისმის გისმენთ. ქალბატონო ციური. დიახ, გისმენთ. ძალიან მიყვარხართ, აი დღე არ გავარავ თქვენი ჰოროსკოპი არ წავიკითხვა, აი გიждები თქვენზე მართლა, სულ ვუყურებ, სულ გისმენთ. ფავორიტი ხართ ნამდვილად? ძალიან ნერვიულებული ვარ, დიახ. ეხლა კითხვას რაც შეეხება. თქვენ გუშინდელ ჰოროსკოპში გითხარით, რომ კირჩხიბმა უნდა გაიკეთოს ოპერაცია, უნდა ჩაიტაროს რაიმე სახის. ოღონდ 12 მარტს.
კი. ხო და დღეს არის უკვე 12 მარტი. და არაფერი არ მაწუხებს უბრალოდ და როგორ მოვიქციან, მაინც გავიკეთო ოპერაცია? რასაკვირველია, ჩემო ძვირფასო, შენ აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მოძებნო რაიმე ორგანი, რაღაცა უნდა მოძებნო, რომ იყოს საოპერაციო. ეს არის აუცილებელი გარდამტეხი 12 მარტს. თუ არ გაიკეთებ ოპერაციას, მე შეიძლება სავალალო მდგომარეობამდე მივიდეთ, ასე რომ აუცილებელია რომ ოპერაცია გაიკეთოთ. და როგორ უნდა მივიდე სავალალო მდგომარეობამდე? ვერ ხვდები, ანუ როცა არაფერი არ მტკივა ქალბატონო ციური? ფაიმე, ჩემო ძვირფასო, თუ მეინდობით, მე თქვენ გეუბნებით, რომ სწორედ ახლა კიჩხიბის ზოდიაქო შესულია ვენერას ეტლის სარტყელში. უნდა მოასწროთ, სასწრაფოდ უნდა მოასწროთ ოპერაციის გაკეთება, თორემ მე ჩემს თავზე ვერაფერს ვეღარ ავიღებ. მართლა? როგორ კარგით, მაშინ ახლა რას გავაკეთებ, იცი? გადავხტები მეორე სართულიდან, მოვიტეხავ ფეხს და მე სასწრაფოდ გავიკეთებ ოპერაციას. კი, ზუსტად, ასეთ ადამიანებს ვეძებ მე ყოველთვის ნამდვილად. ეს არის აბსოლუტურად სორია ეს. მაგრამ არა, აუცილებლად არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ოპერაცია უნდა გაიკეთოთ ჯუბერ ასპანიძის კლინიკაში. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო ციური, მიყვარხართ. გაიხარეთ, დიდი მადლობა თქვენ. გავაგრძელოთ, ხო? გავაგრძელოთ. ქალბატონო ციური, თქვენ ქალწული ხართ, ხო? დიახ, და ზოდიაქოთი თევზები ვარ. ხო და ახლა რაზე მინდა რომ ვისაუბრო. მოკლედ მოგეხსენებათ გველის წელი მოვდის და გველის წელში საკმაოდ თევზებს ცოტა რთული პერიოდი უდგებათ და იმ შემთხვევაში თუ დავუშვათ თქვენ გიკბინათ გველმა ამის დიდი შანსია ძალიან. თუ გველმა გიკბინათ, აუცილებლად გამოიყენეთ აი ასეთი 4 ფენიანი სალფეტკი. ეს არის აუცილებელი და ყველაზე საჭირო. აი ამ სალფეტკს, აი ესე დაიფენთ ნაკბენზე და მორჩა. დასრულებულია ყველაფერი. დაიმახსოვრეთ, ეს სალფეტკი, რომელიც აუცილებლად გჭირდებათ. 4 ფენიანი გველზე. ახჩე. მოკლედ, როგორც მატყობინებენ ეთერში შემოვიდა შეტყობინება, სასწორებს რას გვირჩევს ბატონი ციურიო. კი ბატონო, უბრალოდ ახლა უნდა გავიქცემე სასწრაფოდ მეჩქარება. პირდაპირ ეთერში ვართ ხო, გასაგებია, მაგრამ მეჩქარება უნდა გავიქცე. სად მიდიხართ? რეკლამა მაქვს გადასაღები. რეკლამა სად? საშაურმეში მივდივარ. ნუ და გავიწყდებათ. გველის წელიწადში ყველაზე საჭირო რამ რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ უნდა წაბრძანდეთ, არა, ძმები თუთქირიძეების საშაურმეში და დააგემოვნოთ მათი ყველაზე გემრიელი შაურმა. ძმები თუთქირიძეები. მადლობა, კარგად. მიდი ხა და ენდე ამ ასტროლოგებს. გათიშეთ. გოგოების კლუბის პარტნიორია კრისტალბეთ ეროვნული ლიგა. ახლა კი ვნახოთ სიტუაცია, დაქალებმა სპირიტულ სეანსზე სული გამოიძახეს. აუ ხალხო, ძალიან მოვიმატე წონაში და არ ვიცი როგორ დავიკოდე, იქნებ თქვენ მაინც იცოდეთ. ანუ რა გაქვს წონაში ახლა დასაკლები აქვს ამას? ვაფშე არ გაქვს. აი შენ საერთოდაა და მე რა ჩავიცვა ეგეც აღარ ვიცი უკვე ისეთ დღეში ვარ. ისეთ გაგანიერებას ვარ გასული ანუ შოკია. აი რა შენ. აუ რა მოდი რა ვქნათ. ნუ ვიცი ეს რაღაცები არ გიყვართ, მაგრამ მე მაინც გავითვალისწინე და წამოვიღე რა. ვიცოდი რომ ვერაფერს ვერ გავაკეთებდი და ვაფშე რა სული უნდა გამოვიძახოთ ახლა ბებია ჩემი. აი რა მოდი თან ვკითხოთ 64-ში რა ხდება, მაგრად მაინტერესებს. აუ და ვიცი რაც არის წინასწარ რო ხელი. სპეციალური როგორ თქვა ესე თქვა რეკვიზიტები. მიდი ეს გავწია. საიდანაც ამოვა სულის ხმა. კარგი მართლა. ბებია ჩემი ნატაშკა ხო ძალიან სვეტკი ქალი ხო რა? და ანუ კითხოთ არ გაინტერესებს ანუ იქ როგორ ცხოვრობ? აუ ძალიან მაინტერესებს. მიდი ხელი დავდოთ მოდით აქ მოდი. მოგვიყვება? დავდოთ. ჩაისითხეთ. ჯეროდეს ხო? ნატაშკა ბებო გაიმეორეთ. ნატაშკა ბებო ეს ეგრე არა უყურე. ნატაშკა ბებო ნატაშკა ბებო ვაიმე შომ ძელა ნუ უჟეს რა ვინ მიძახებს რა ხდება მეტირება ანუ ერთი წუთი შენ ვარ ბებო რომელი ხარ მე თაკჩო და ანჩო ვაიმე დათუნა რამდენჯერ გითხარ რომ ხალხში ბებოს ნუ მეძახინეთი ხო არ გაგაფრთხილი აქ არიციან ბებო რო ვარ კარგი შენიშნა აი ნატაშკა ბებო გაგაებს იცით რა ინტერესებს ანუ მან როგორ დიეტას იცავთ? აუ ძალიან გვაინტერესებს და რა გვითხრათ?
და შენ რატო ლაპარაკობ მე გოგოების მაგივრად? ანუ გოგოები თვითონ ვერ მეტყვიან რა უნდათ? ანუ ნახე ბებო როგორი ფემინისტი გამხდარა პრესა. გაის სტოპ, არ მინდა ეს ამდენი ლაპარაკი გეტყვით. მოკლედ აქ ჭამთ და არ ვიმატებთ. ნამდვილი 64-ია. ასე რომ დიეტები არ გჭირდება, ბებო. მაგარია. ხო, ჭამაზე გამახსენდა. ხო. შენი გამომცხვარი კექსი მომენატრა დათუნა. აუ შენ მოგიკვდი ბე. ანუ აუცილებლად გამოვაცხობ ნამწყარი და გოგოებს დავპატიჟებ. ხო, მაგრამ ცოტა მეც გამომიგზავნე გთხოვ, კარგი? და როგორ? არ თქვა ოღონდ. მეორე სართულზე თამრიკო რო ცხოვრობს, იმის ქმარი წამოვა მალე და გამოატარო. საწყალი. ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს, ეხლა უკეთებენ ოპერაციას. აჩიკო ძიარცი. ორ დღეში აქ იქნება, მოკლედ გამოატარე. კი ვეტყვით. აუ ნატაშკა ბებო. იცით რა მაინტერესებს? აი მათ რა გაცვიათ, აი რა სიცვა, აი შემოდგომა, ზამთრის კოლექციები, თუ აი როგორ დადიხართ, როგორ იმოსები? ნუ აქ ზიმალეტა ერთი და იგივე შვილო. სულ ერთნაირად გვაცვია თითქმის გამყრობალი გძელი კაბები. აუ და იცით რა მაინტერესებს? ანუ ნუდისტები ხართ? ნუდისტები არა, სულები ვართ შვილო. სულები. აუ ნატაშკა ბებო, რა მაინტერესებს იცით? აი საიქიაში როგორი სიტუაციაა? აქ როგორ ხდება იცი ბებო? ნუ ძალიან არაუშავს აურაა რა. ძალიან იდეალური სიმშვიდე და სიწყნარია. მაგრამ აი ეს ლომი და ირენი რო ძოს ბალახს ერთად აი ძალიან არ შემიძლია რა. ნუ ვერ შევეგუე ვერანაირად. ესეთი სიმშვიდეც არ მინდა რა. ხო, აი ხეს კი რომ რაღაც სიგიჟეები და სიმხეცები ეგენი მენატრება. აი სიგიჟეები მენატრება ხო ხდებით რა ლომირის ირემი ხალხო თქვენ ხوار შეიშალეთ მეთქი. ისევ ისეთია. მაკეთ რა სიტუაციაა? რავი ბებო რა მიდის ნელ-ნელა სიტუაცია, რავი რა გითხრა? პენსიები მოუმატეს ხალხს. კი ბე, მოუმატეს. რამდენით? 50 ლარით. ანუ кай ქენი რომ მოვკვდე მაშინ. რა საყვარელია, იუმორია რა. კაცებს ხდები? მაგიჟებს? ნატაშ კიდე იცი რა მაინტერესებს, აი. გეტყო, всё. დამღალე, ძალიან დამღალეთ უკვე ინტერნეტი და Google არსებობს იმისთვის რომ თუ რამე დაგჭირდება შეხვიდეთ და მიიღოთ განათლება საჭირო. ეს დარეკმები რა, იოლკი-პალკი. აქ მაინც დამასვენეთ ხო შეიძლება? წავედი ეხლა მიარცალია გოგოებთან ერთად ბანკო უნდა ვითამაშო. აუ, მანდაც თამაშობ ქალო. აუ, თუ არ უთხრა მამას. აუ რა დიდი გოგო. აუ ნატაშკა ბებო. ნატაშკა ბებო. აუ რა უდროსიც ხოლმე ამ ქალმა წასვლა. აი ისე გტოვებს უპასუხოთ ყოველთვის რა. ეგეთია. კაი მე დავდექი შენ. კაი. აფიეთ. დღეისათვის სულ ეს იყო. სანამ დაგემშვიდობებით, შეგახსენებთ, რომ გოგოების კლუბის პარტნიორია კრისტალბეტ ეროვნული ლიგა. პროექტის პარტნიორია მზესუმზირა ატმარტინა, ყოველთვის მაღალი ხარისხი. გოგოების კლუბი გემშვიდობებად ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს. მანამდე კი გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, შაბათის შოუ ჯგუფი და დაელოდეთ სიახლეებს. დროებით.